ძვირფასო ტელემაყურებლებო, როგორც გითხარით, ბათუმში ვარ და ეხლა ძალიან საინტერესო სტუმარი გვეყოლება. რა მაგარია და რა კარგია, როცა ესე მე მაგალითად ერთპიროვნულად ვიტყვი, რომ დღეს ნიჭიერი კაცი მყავს გადაცემაში და ყველა რო დამეთანხმება. ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის დირექტორი ბატონი კოტე მშავია და მე სიამაყით ვამბობ ამ სახელს და გვარს, იმიტომ რომ იმხელა რეიტინგი დადო იმ გადაცემამ თქვენ რო იყავით, რომ აი თამამად მოვედი თქვენთან და დარწმუნებული ვარ, ბევრ ადამიანს გაუხარდება თქვენი ნახვა. როგორ ხართ? მოგესალმებით ბატონო გია. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბათუმში. უღრმესი მადლობა ესეთი შეფასებისთვის. სიმართლე გითხრა ცოტა გავწითლდი კიდევაც, მაგრამ ძალიან დიდი მადლობა. კარგად, მადლობა უფალს, კარგად, ძალიან კარგად. შემოქმედებით შრომაში, თეატრში, საოცარ ქალაქში, საოცარ თეატრში და საოცარ ადამიანებში. იცით რა მაინტერესებს? ძალიან ბევრ თეატრში მუშაობდით. დიახ. და უცბად ჩამოხვედით აჭარაში. დიახ. გეუცხოვათ თუ ჩვეულებრივი იყო თქვენთვის? თუ თანამდებობა გეუცხოვათ თავიდან? თანამდებობას ვერ ვიტყვი რომ მეუცხოვა, იმიტომ რომ მქონდა პატივით მანისის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ყოფილიყავი 4 წელი. ასევე ჩემი კერძო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვარ დაარსების დღიდან. და ასე რომ, მაგრამ ხა დიდი თეატრია რა თქმა უნდა და თანამდებობა არ მეუცხოვა, არც ქალაქი არ მეუცხოვა და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, არც ჩემს თეატრში დამხტური საზოგადოება არ მეუცხოვა. მოწყდით ოჯახს. დიახ. გიჭირს თუ სულ ხაზზე? რა თქმა უნდა, ადვილი არ არის. მადლობა უფალს იმ ეპოქაში ვცხოვრობთ ეხლა, რომ არის საშუალება, რომ დაინახო, ესაუბრო შენს ოჯახს, მაგრამ ეს რა თქმა უნდა იმ სიცარიელეს ვერ ავსებს, რასაც მათთან ერთად და მათი სითბოს ქვეშ ყოფნა ჰქვია. რთულია რა თქმა უნდა, მაგრამ რაღაც ხვალდაზე ალბათ უფრო სხვანაირად გადავლაგდებით და ამ წუთას ვერ მოხერხდა ისე, რომ ჩემი ოჯახის ჩემთან ერთად ყოფილიყო. არის ბევრი რაღაცა ეტაპები გასავლელი და ნახოთ ხვალდაზე როგორ იქნება. მარტო ცხოვრობ? მარტო ვცხოვრობ. აი საჭმელი, ყავა, რაღაც დაალაგება თქვენ თვითონ აკეთე? ყავას ძირითადად ჩემს თეატრში მიდუღებენ ხოლმე ჩემი თანამშრომელი და სწრაფად მიდიხარ. სწრაფად მივდივარ. არ ურეკავთ ხოლმე დედას ან მეუღლეს, რომ აი ამას ვაკეთებ და ეხლა რა გავაკეთო თუ? არა, ძირითადად სტუდენტურზე გადავეწყო. კვერცხი, სოსისი და ესეთი და გამოძახება ასე შემდეგ. და მადლობა ღმერთს ბევრი სამეგობრო მყავს ახლა და უყურადღებად არ მტოვებენ ხოლმე. ძალიან კარგი. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ჩემს გადაცემაში მოყევით, თქვენ როგორ გაიცანით თქვენი მეუღლე, მე აუცილებლად გთხოვთ კიდევ ერთხელ მოყვეთ, ოღონდ უფრო მაშინ ძალიან მოკლედ მოყევით, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი იყო იქ და ძალიან საინტერესოა. გულთან დაკავშირებით შემექნა სერიოზული პრობლემა. მოვიარე თითქმის მთელი ევროპა, ისრაელი რა ყველგან ვიყავი. მოკლედ დამირეკა ჩემმა მეგობარმა და მივედი ერთ-ერთ კლინიკაში, ჩვენს დედაქალაქში. და ექიმმა მითხრა, ქალბატონი დოდო იყო, ხო არ დაწვევიო, დაწექითო ცოტა ხანიო და დავწექი მე-13 პალატაში. ო. დღევანდელი ჩემი მეუღლე ქალბატონი თამარი მორიგე იყო იმ დღეს. და ნუ არ იცნობდი. არა, რა თქმა უნდა. 27 წლის, 26 წლის იყო. ისეთი ცქრიალა გოგო და გავესაუბრეთ ერთმანეთს ახლა გამომკითხა რაც როგორ წესია და სიდედრი მყავს იტალიის მოქალაქე. ქალბატონი ნანა მოვიკითხავ აქედან. დიდი სიყვარულით. და რო გავიდა თურმე ჩემგან დედას მესენჯერში წერს რა, რომ დედაო 32 წლის ბიჭი დააწვინესო რა, იცი რა კარგი ბიჭიაო, მსახიობი ბიჭიაო. აიო, მაგრამო აი რა გითხრაო, თუ ღმერთმა ინებაო მაქსიმუმ წელიწად ნახევარი იცოცხლოსო, ისეთი რთული დაავადებით შემოვიდა 32 წლის ახალგაზრდა ვარ რა. უი, ახლა იმას შეეწყა, მორჩა ეს.
აქედან გადის ზუსტად 4 თვე ნახევარი. და წერს დედამისი ხა თამარ. დედა გახსოვსო ის ბიჭიო აი მსახიობი რო დააწვინეს. რა იყო შვილო მოკვდაო იმან მოწ. არაო დედაო ცოლად მიყვები. ხო ესე მოხდა. ერთი წუთით ძალიან გთხოვთ, მე მაინტერესებს თქვენ რო პირველად დაინახეთ, იქ რა მოხდა? ეხლაც მახსოვს ყვითელი ესე მუხლებამდე, კაბაეც რაღაც ეცქრიალა, ახალგაზრდა ექიმი შემორთქელა. არ შეიძლებოდა რომ არ მოგწონებოდ. თუმცა ამის თავი ნაკლებად ჰქონდა იმ დროს, მაგრამ რა გაიფიქრეთ? მარტო კარგია და აი ხო, აი რაღაცა ფერიასავით გოგო შემოფრიალდა ოთახში. აი ეს იყო. მე ეს ყოველდღიურად გრძელდებოდა, ახლა არ გავიდოდა რომ დილას აღამოს არ შემოსულიყო, არ დავეხედე. მეც უკვე რო გავშინაურდი, რო ვიცოდი როდის უნდა შემობძანებულიყო, იქ დავახვედრებდი ხოლმე ტკბილეულს, წვენს რაღაცა და ესეთი საუბარი იმართებოდა ხოლმე, მაგრამ რთული იყო შემდეგ სიმართლე გითხრათ, ბევრი ვიფიქრე, მე ვიცოდი ჩემი მდგომარეობას ზუსტად თავიდან ბოლომდე და რთული იყო ამის გამხელა ამ ახალგაზრდა გოგოსთვის. და ჩემ და საბედნიეროდ, როცა უთხარი მე მას, რომ შეყარებული ვიყავი, უკიდანაც დამხვდა ზუსტად ის, რაც უნდა დამხვედროდა, თორე ჩემი ცხოვრება სხვანაირად წავიდოდა. თამარს მაშინ გადაუდგა ყველა წინ. იმიტომ რომ და აბსოლუტურად მართლები იყვნენ, იმიტომ რომ ფაქტიურად თამარი მკვდარკაც წაყვაცოლად. ასე იყო. უნდა რთული ეს მეგობრისთვისაც, თანამშრომლისთვისაც, ოჯახისთვის, ყველასთვის რთულია ეს. ყოველ შემთხვევაში, მაგრამ თამარმა თქვა, არა, მე შემიყვარდა პირველად ჩემ სიცოცხლეში და მე ამაზე ვარს არ ვიტყვი. და მადლობა უფალს ეს წელიწად ნახევარი, აგერ მე-16 წელიწადი აგრძელდება და 2 ანგელოზიშვილი დაგვება და ორივე 13 მარტს. 3 წლის სხვაობით. ზუსტად ერთი და იგივე სიმაღლე, ზუსტად ერთი და იგივე წონა, 4 და 400 ორთავე და 53 სანტიმეტრი. დიდება უფალს, რა ვიცი. რა მაინტერესებს იცით? ეხლა არ არსებობს ოჯახი რაღაც ალაპარაკების კონფლიქტის და იმის გარეშე. ბოლო-ბოლო აი რაღაცა დალევა არ შეიძლება და შეიძლება დალიოთ. ყოფილა ისეთი რომ ცუდი სიტყვაა, მაგრამ შეხსენება თქვა, წამოძახება. რა არის ეს და ნუ დალევის ამბავს ჩემ მეუღლეს გავუმართლა. იმიტომ რომ 16 წელი არ დამილევი, ვერ ვსვამ. ვერ თუ არ? ვერ. რო ვსვამდი, იმიტომ ვერ ვსვამ. წალაპარაკება რა თქმა უნდა, ყველა ოჯახში არის, ოღონდ ჩვენი ხმამაღალი საუბარი ყოველ შემთხვევაში ჩემ ოჯახში ჯერ არ გაგონილა და ღმერთმა არც ქნას, მაგრამ მანდა მაინც ადვილიც არ არის სიმართლე გითხრათ ჩემი მეუღლეობა. მანდა მაინც ადვილია. რა ვიცი, აბა. რთული ხასიათი გაქვს? ხასიათი არ ამგონია, გასული ვარ სულ ჩემო გიორგი ბატონო, ფაქტიურად, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ფაქტიურად სახლში შეიძლება ითქვას არა ვარ. არა, თუ რთული ხასიათი გაქვს და გასული ხდეს? უუკეთესი. რა გინდა სახლში? გაუმართლა. ხო და არა მაქვს რთული ხასიათი და უნდათ რომ სულ სახლში ვიყო და არ გამომდის. მაშინ კარგი. ამაში ასე. მოდი გადავინაცვლოთ თეატრში. უნიჭერესი დასიყავს ბათუმის თეატრს. ერთ-ერთი უნიჭერესი დასიყავს და მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო სპექტაკლები და პრემიერები ელოდება ბათუმელ და არა მარტო ბათუმელ მაყურებელს და ყველაფერს ვაკეთებთ საიმისოთ, რომ ჩვენი მაყურებელი კმაყოფილი იყოს. ძალიან მაგრები არის. ძალიან კარგი. იცით რა მაინტერესებს? შემოქმედებითად. აი თქვენ უნდა დაგაკავონ და ითამაშოთ როლები. აი გახსნილად გკითხავთ, აი მე რო ყოფილიყავი, სულ ჩემზე მოვირგებდი რეპერტუარი. ალალათ ვამბობ. აი თქვენთან როგორ ხდება? მე მსახიობი ვარ პროფესიით და მთელი ჩემი ახალგაზრდობა თუ ყველაფერი აბსოლუტურად შევწირე თეატრს და ამით ვარ კმაყოფილი და ბედნიერი, იმიტომ რომ მე იქ ვარ, სადაც მიხარი. მე იმის გარეშე არ შემიძლია, არ დირექტორობა მიიღოს, არც არაფერი არ მიიღოს. ერთი ტაშის დაყრა ჩემთვის არის ყველაფერი. ეხლა 2 პრემიერა ვითამაშა თეატრმა და იყო შემოთავაზება, რომ თავიდან ვარით.
ეხლა ერთ ეპიზოდურ როლში გამანაწილეს. ხო, იმედია კიდე ერთ ეპიზოდურ როლში გავნაწილდები და ანდამაის ჯერჯერობით ასე ეპიზოდური როლებით ჩემს ბათუმელ მაყურებელს და ჩემს მეგობრებს და მსახიობებს მინდა რომ დაუმტკიცო რომ მეც შემიძლია რაღაცის გაკეთება და თუ ეს გამომივიდა მე შეიძლება ვიფიქრო არა ზოგიერთი ეპიზოდური როლი ისეთი დიდია რომ თავარ როლს ჯობნის ხოლმე ასინეთა დათათუთაშვილს ერთი რაღაც გავიგე და უნდა გითხრათ აქ ცხოვრობს ერთი კაცი ძალიან სერიოზული და ჩემთვის ძალიან საპატივცემულო ადამიანი სერგო ხიმშიაშვილი იმდენად კარგი ადამიანია და კარგი ქართველია, კარგი აჭარელია და გადავწყვიტე ესეთი რამ, რომ საქართველოს აი მაყურებელს, რომელსაც არ გაუგია სელიმ ხიმშიაშვილი, სერგოს ხათრით მე გავაკეთე გადაცემა და გავიგე რომ რაღაცას აპირებთ. პიესა არსებობს და უკვე დავიწყეთ ამაზე მუშაობა და გვინდა რომ სპექტაკლად ვაქციოთ და იმედია რომ გამოგვივა. და ბოლოს თქვენ ასოცირდებით ბედნიერებასთან, მხიარულებასთან, იუმორთან და მე რა რომ თეატრის დირექტორი ხართ. თუ შეიძლება აი ეს თქვენთან შეხვედრა დავამთავროთ სიმღერით. შევეცდებით, მოვსინჯოთ.